ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ. ცნობილი პარტიული ფუნქციონერის ერთადერთი ლესბოსელი ქალიშვილი მზად არის ახადოს ფარდა ოჯახურ საიდუმლოს და დაუფარავად დაასახელოს საყვარლების ვინაობა. თქვენს ახლო ნათესავ ქალთან გქონიათ ინტიმური ურთიერთობა? რა გახდა კაცებისადმი პათოლოგიური სიძულვილის ნამდვილი მიზეზი? დაიდო თუ არა სინამდვილეში ფარული გარიგება ქალიშვილსა და მამის გამტაცებლებს შორის? საკუთარი სახლი გაგიძარცვა? თქვენ პირველები შეიტყობთ, ვინ მიაყენა ვაზისუბნის სკოლის დირექტორის ლესბოსელ მოადგილეს 50 ჭრილობა და რატომ დატოვა პერსპექტიულმა საპატარძლომ 1000 კაციანი ქორწილი? ქალები მელოდებოდნენ ვერი საბანოს. მის გამო სოლები ქმრებს ტოვებდნენ, მისი შიშით მამაკაცების შეყვარებულებს მალავდნენ. მას ადვილად შეუძლია დათმოს მთელი ქონება ერთი კოცნისთვის. ის კარგავს ყოველგვარ კონტროლს, როდესაც ლამას მანდილოსას ხედავს. მამა თქვენის რომელიმე საყვარელი. თქვენი საყვარელი ყოფილა. კალათში ნაპოვნი ბავშვის დრამატული ცხოვრების შოკის მომგვრელი სინამდვილე. ნახეთ, ლელა იაშვილის სიმართლის დრო. ამობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარი. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მჯდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარამდე არის 21 შეკითხვა და მზად ყოფნა გულწრფელად უპასუხოს მათ. მან უნდა აღიაროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. თანახმად ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფზე. მათ არ იციან შედეგები, მაგრამ თუ კი ისინი 21 შეკითხვას გულწრფელ პასუხს გასცემენ, დარბას 100,000 ლარით დატოვებენ. ლელა იაშვილი, გურჯაანის რაიონის სოფელი ვაზისუბნიდან, 50 წლის, განქორწინებული, არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს ღარიბ და ობოლ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. პოლიგრაფზე ტესტირებისას მან 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. ახლა კი შევხვდეთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ მონაწილეს, ლელა იაშვილი. როგორ გრძნობთ თავს? მადლობთ. მოდით გავიცნოთ ჯერ თქვენი მეგობრები და მე უკვე წესებს აკიხსნით. დიდი სიამოვნებით. ქალბატონი ნათია რომანაძე, მეგობარი. ბატონი გოგიტა გაბაიძე, ჩემი პირადი ადვოკატი. ცნობილი ადვოკატი. ქალბატონი მარინა ბაქრაძე, ოჯახის მეგობარი. თქვენი ბიოგრაფია რომ წავიკითხე და ანკეტა ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. ერთი მძაფრი სიუჟეტიანი ფილმი გამოვიდა და თუმცა არა ერთი, ალბათ იქ მელოდრამაც არის, დრამაც, ტრაგედიაც, მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება გქონდათ. რომელიმე აქ მყოფი მეგობარი. გიცნობთ აი ესე კარგად, როგორც მე ამ ანკეტიდან. რა თქმა უნდა. ანუ იციან თქვენი ბიოგრაფია? სამივე? რამე სიახლე როგორ ფიქრობთ იქნება მათთვის დღეს? არა მგონია. თუმცა ალბათ ძალიან ბევრისთვის იქნება. აუცილებლად. თქვენ ფართო აუდიტორიისთვის არ ხართ ისეთი ცნობილი, მაგრამ მამა თქვენს იცნობდა ძალიან ბევრი. თუ როგორ იცნობდა ამაზე მე ალბათ კიდე ცალკე ვისაუბრებთ. მიხეილ იაშვილი. თქვენ აი მოკლედ შეგიძლიათ აუხსნათ მაყურებელს თუ ვინ იყო მამა თქვენი, მათ ვინც არ იციან. თუმცა კახეთში დარწმუნებული ვარ დღესაც კარგად ახსოვთ. ვარ კახეთიდან. კახეთის ულამაზესი კუთხიდან, უბრალოდ ვაზისუბნიდან. რომლის სახელიც მამამ დაარქვა, როცა ის კომუნების თავმჯდომარე იყო. მამა იყო ცნობილი პიროვნება. რესპუბლიკაში გადიოდა სამეულში, როგორც სოფლის მეურნეობის დარგში. იყო 16 მედლისა და ორდენის კავალერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა სოფლის მეურნეობას. იყო ძალიან გავლენიანი ადამიანი. ძალიან გავლენიანი ადამიანი და საქართველოში ყველა ჩამოსული დელეგაციის ერთ-ერთი
მასპინძელი. თქვენ რაღაც ძალიან ცნობილი სტუმრებიც გყავდათ ხოლმე, ხო? კი. 60-იან წლებში ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ინგლისის დელეგაცია, უინსტონ ჩერჩილის ქალიშვილი მარი ჩერჩილი და მისი მეუღლე სუამსი, რომელიც მაშინ ინგლისის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ინგლისის ტელეკომპანიების ლორდი ტომსონი. ასევე სტუმრად იმყოფებოდა სან-ფრანცისკოს მერი ბრაუნი, თავისი მეუღლით ურთ, კენიის პრეზიდენტია, კენიის დელეგაცია და ასე შემდეგ. გასაგებია, მოდით ახლა მე ასევე მოკლედ აგიხსნით ჩვენი თამაშის წესებს. თამაშის წესები მარტივია, არის რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი შედგება 6 მარტივი კითხვისგან. თუ თქვენ ამ ეტაპს წარმატებით გაივლით, გახდებით გარანტირებული 400 ლარის მფლობელი. შემდეგ ეტაპებზე თანხა იმატებს, კითხვები რთულდება. თქვენ ისეთ საინტერესო და რთული ცხოვრება გქონდათ, დარწმუნებული ვარ, ეს კითხვები სიკვდილეს ალბათ არ წარმოადგენს და საკმაოდ დიდ თანხამდე წავალთ. იმედი მაქვს. ვეცდები. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ ეს ღილაკი და აჭროთ, თუ კი რაიმე კითხვა არ მოგეწონებათ და მე მას შევცვლით სხვა კითხვას. პრინციპში ყველაფერი გასაგებია, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაჩერდეთ, გააჩეროთ თამაში, წახვიდეთ, სანამ მე კითხვას დავსვამ. როგორც კი მე კითხვას დაგისვავ, თქვენ უკვე პასუხი უნდა გამცეთ და სასურველია, რა თქმა უნდა, სიმართლით მიპასუხოთ. გასაგებია. მოდით დავიწყოთ ახლა პირადად თქვენზე საუბარი. მე რამდენადაც გავერკვიე თქვენს ანკეტაში, თქვენ ხართ აყვანილი ბავშვი. საკმაოდ საინტერესო ისტორია თქვენი დაბადებიდან უკვე ძალიან საინტერესო განვითარდა ეს ყველაფერი. თქვენ კალათით მიგიყვანეს და დატოვეს კართან, რამდენიც ვიცი, ბატონ მიხეილს და თქვენს დედას არ ყავდა შვილი, მაგრამ თქვენი გაქვთ ვარაუდი, რომ მამა თქვენს ერთ-ერთი საყვარელი არის თქვენი ბიოლოგიური დედა. რაღაცა მეუყვები ძალიან ბევრს, მოდით თქვენ მოყევით. გეთანხმებით, ჩემ მშობლებს არ ყავდათ შვილი. და მამა როგორც ცნობილი იყო თავის სოფლის მეურნეობის დარგით და როგორც პიროვნება, ასევე იყო იმ პერიოდში საქართველოში ცნობილი მექალთანი. საქართველოში, არა მარტო კახეთში. რა თქმა უნდა, არ ყავდათ ჩემ მშობლებს შვილი და ერთხელაც სახლში კარებთან დახვდათ კალათით ბავშვი. თვეების იყავით ალბათ, ხო? ძალიან რამოდენიმე დღის ვიყავი. დღის? რამოდენიმე დღის ვიყავი. როცა კალათით დედამ შემიყვანა, მამამ სასტიკი უარი უთხრა, რომ ეს ბავშვი ძალიან პატარაა და არ გაიზრდებაო. მაგრამ აქ სულ სხვა რამე იმალებოდა. წამიყვანეს კარდენახის უპატრონო ბავშვთა სახლში. მომენტალურად არ აუყვანი ხარ. არა. აქედან გამომდინარე, მამა ყველასგან დამალულად ცდილობდა ყველანაირი პირობა შეექმნა, რომ ეს ბავშვი, ვინც იყო მიყვანილი კალათით, გამოეკვებნათ. მოკლედ გივლიდათ იქ და პატრონობდათ. ეს არის ეჭვის მიზეზი, ანუ მაგრამ აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ხანი, როცა უკან მიმიყვანეს შემდეგ, რამოდენიმე თვის შემდეგ, უთხრა დედამ, რომ აი მიშაო, ეს ბავშვიო, როგორ მოგწონსო, ეს გაიზრდებაო. მაგრამ ძალიან დიდი ხანი წლების მანძილზე საკუთარმა გამზრდელმა დედამ არ იცოდა, რომ მე მამას შვილი ვიყავი. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მამა თქვენის ბიოლოგიური მამა იყო მამა თქვენი? კი, ერთ-ერთი ქალისგან მას ეყოლა შვილი, რომელსაც არ მოგიძებნიათ თქვენი ბიოლოგიური დედა, ხო არის? არასოდეს, იმიტომ რომ ბოლომდე დავჭი იმ ოჯახის ერთგული, ვინც გამზარდა. რა ასაკში გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ? ვიღაც ქალმა გითხრათ, რომელსაც უნდა მამა თქვენთვის რაღაც სამაგეროს გადახდა, ხო? ესეთი ისტორია წერა. ეს იყო დაახლოებით 14 წლის ვიყავი. გაქცევაც გინდათ სახელიდან? კი, 14 წლის ვიყავი, როცა სახლში რომ შევდიოდი, ერთმა მოხუცმა ვისი შვილი ხარო, მითხრა და აგერ ცხოვრობ მე თქვი. და აქ მიხეილიაშვილი ცხოვრობსო. ოთხარი კი მეთქვი, მისი შვილი ვარ. უიო, გენაცვალეო, რა კარგი ბავშვი ყოფილხარო. შენ ის ბავშვი ხარო, რომ აგიყვანესო? აჰა. და პირუჩუმრა შევედი სახლში და რამოდენიმე ხანი ძალიან იყო პერიოდი ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს. მაგრამ თქვენ ძალიან მძიმედ საკმაოდ ბევრი რაღაცის გადატანა მოგიწიათ. მამა თქვენ საკმაოდ
როგორ გითხრათ, ალბათ სასტიკი კაცი იყო, იმიტომ მე რამდენად ვიცი დედასაც საკმაოდ უხეშად ექცეოდა თქვენს. ძალიან. რაღაც ფიზიკური შეურაცხყოფაც არაერთხელ მოუყენება. დედას არ შეეძლო რომ სახლი დაეტოვებინა, დიდი სახლი ჰქონდა და თავისი დიდი ეზოთი და არ შეეძლო დაეტოვებინა მისი ნებართვის გარეშე და თუ დატოვებდა საკმაოდ თვეების განმავლობაში დედას სახლში აღარ უშვებდა. ისე ალბათ ბავშვობაში უნდა ვეძიოთ რაღაცებზე პასუხს და მე აი ახლა პირდაპირ გადავალ პირველი ეტაპის პირველ კითხვაზე და მე შეგვიძლია ჩაუღრმავდეთ თუ რატომ მოხდა შეიძლება ეს ყველაფერი. პირველი კითხვა. ქალები მეტ სიამოვნებას განიჭებენ ვიდრე მამაკაცები. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. როცა ერთი მართალი პასუხი გვაქვს, ხომ არ გველავთ? არა, ძალიან კარგი. აი სწორედ მამა თქვენი ხო არ იყო ეს მიზეზი თუნდაც იმის რომ თქვენ ქალები გიზიდავენ მოგწონთ როგორ თქვა არ ვიცი. ჩემი ბავშვობის უმეტესი წლები გავატარე მშობლების უმძრახობაში. აქედან გამომდინარე, ალბათ ესეც არის ერთადერთი მიზეზი იმისი, რომ ქალების მიმართ გამიჩნდა თანადგომის გრძნობა. თქვენ რა ასაკში მოგიტაცეთ? მე ვიცი რომ მოგიტაცათ ყასაბმა. რომელსაც გამოეკეცით და მერე 50 ჭრილობა გქონდათ სხეულზე. თუმცა სასამართლო, როდესაც მამა თქვენმა უკვე საქმე აღწრა, თქვენ იქ არ უჩივლეთ ამ ყასაბს და თქვით რომ თქვენით დაისერეთ თავი. შემდეგ უკვე გაგათხოვათ ძალით ფაქტიურად მამამ და თქვენ გათხოვებამდე ეს ალბათ მაშინ ცოტა წარმოუდგენელი იყო, რაღაც ერთი თვე ცხოვრობდით თქვენს მომავალ მეუღლესთან, ხო? და ძალიან ნეგატიურად იხსენებთ ამ მამაკაცს. პიროვნება, რომელსაც მე მოვწონდი, ოჯახის შეხედულებით არ იყო ჩემი ოჯახის შესაფერისი პიროვნება. ეს მამაკაცზე საუბარ თუ ქალზე? არა, მამაკაცზე. მამაკაცზე. აქედან გამომდინარე, ერთხელაც მომაკითხა, მაშინ ვიყავი ილია ჭავჭავაძის უცხოენათა პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი და თხოვა რომ გავყოლოდი. მე უარი უთხარი. მაგრამ მე მითხრა, უბრალოდ წაგიყვანო ჩემთანო გამარჯვებაში. რომელ შემთხვევაში ყასაბზე საუბარი? გაგაცნოფო ჩემს ახლობლებსო და ისევ წამოგიყვანო. და აქედან გამომდინარე დავთანხმდი წაყოლაზე, მაგრამ იქ უკვე სხვანაირი სიტუაცია დამხვდა. ეს ის პერიოდი, რაც უკვე მივხვდით რომ თქვა თანადგომა დავარქვათ ქალების მიმართ გაგიჩნდათ? თუ ჯერ გაცნობიერებული არ გქონდა? ქალებთან ურთიერთობა უკვე მქონდა მე. უკვე გქონდათ? აჰა. ქალებთან ურთიერთობა მქონდა და როცა მივედი მის ახლობლის ერთ-ერთ ოჯახში, იქ მოვიდა პიროვნება მეგობარი და იქ გავიგე მე რომ გამოვედი ცოტა ხანს გარეთ და უთხრა ამ ყასაბს რომ მე გავაგებინე მის მშობლებს რომ შენ წამოიყვანე. აი ამის შემდეგ გამოვიპარე და რამოდენიმე კილომეტრი ვიარე. თქვენი დაისერეთ მართლა? ფეხით ვიარე და მოვედი რაღაცნაირად მოვაღწიე სახლში, თბილისში. ცხოვრობდი მაშინ მე ვეძიში, საკუთარი ბინა მქონდა და აი აქედან გამომდინარე საკუთარ თავს მივაყენე 56 ჭრილობა. რატომ მიაყენეთ თქვენ თავს ჭრილობა? რომ მამა თქვენს უარესი არ ექნა თუ ეს რას ნიშნავს? ჩემ თავს ვერ ვაპატიე, რომ მე მას გავხევი. და მე გავაანალიზე რომ რა შედეგით დამთავრდებოდა ეს ჩემი წაყვანა მასთან ოჯახში. გათხოვეთ, თქვენ ქორწილიდანაც კი გაიპარეთ, ხო? საკუთარი ქორწილიდან, რომელზეც ლეგენდები დადის, 1000 კაციანი ქორწილი იყო, გათხოვებდნენ და თქვენ წამოხვედით, ფული აიღეთ და არ ვიცი რამდენად სიმართლეა, საუნაში წახვედით ქალებთან ერთად. დროს ატარეთ. სიმართლეა. ეს სიმართლეა. სიმართლეა. ამის შემდეგ მამასთან ძალიან ლამაზი გაფორმებებით
და შუა ქორწილი დავტოვე და წამოვედი, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ქალები მელოდებოდნენ ვერის აბანოში. რა საინტერესოა. მოდი დაგისვათ პირდაპირ მეორე შეკითხვას. ხომ მზად ხართ? დიახ. კი ბატონო. გათხოვილ ქალს უთქვამს თქვენთვის, რომ სექსში მის ქმარს ჯობიხართ. დიახ. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. უკვე ორი მართალი პასუხი გვაქვს და სულ 4 კითხვა გვაჟღერებს 400 ლარს. გათხოვილ ქალთან ბევრთან გქონიათ ურთიერთობა? კი. ქმრებთან პრობლემა არ შექმნათ თუ არ იცოდნენ? აი შემთხვევა არ ყოფილა რომ ქმარს გაეგო ეჭვიანა და მერე თქვენთან რაღაც პრობლემები ქონოდა? ან მას ქონოდა ოჯახში პრობლემა? თუ არ იყო ეს შემთხვევა. იყო. და მე როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი? თქვენთან მოვიდა გასარჩევად მეუღლე თუ თავის მეუღლე? არაფერი. ძალიან წყნარად გაუხმაურებლად დავტოვე ის ქალი. ძალიან რთული იყო. მამა თქვენმა თუ იცოდა თქვენი მაიამ მისწრაფებების სასურვილების შესახებ. და როგორ მიიღო, იმიტომ რომ ასეთ ცნობილი პიროვნება იყო და ალბათ ძალიან ბევრთვის წარმოუდგენელი იყო, თუნდაც იმ დროს ესეთი ქმედებები. მამამ ყველა ჩემი ნაბიჯი იცოდა. მაგრამ სახლიდან წამოხვედით? თუ თან სახლში ცხოვრობდით და თან ამ წესით ცხოვრობდით? არა, სახლში ცხოვრობდი. მაგრამ მე ორი სახლი მქონდა, ერთი მქონდა ბებიის მიერ დატოვებული ანდერძით და მეორე მქონდა, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდი. და ეს ორივე ბინა იყო თვითონ შიგ სოფელში, ვაზისუბანში. სოფელში არ გიჭირდათ ცხოვრება? სოფელში არ მიჭირდა ცხოვრება. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ არაერთხელ მოიგეთ მანქანა სპორტ ლოტოში. მართალია? გეთანხმებით. ესეთი იღბლიანი ხართ თუ გადავამოწმო რაღაცეები? მოდით გადავამოწმო პირდაპირ, მესამე კითხვას დაგისვავთ. თანახმოვა. ძალიან კარგი. ფასიანი ქაღალდები. გაგიყალბებიათ? დიახ. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. აი როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი? და არ გეშინოდათ რომ გაგიჭერდნენ? თუ მამა თქვენი ზურგის იმედი გქონდათ ყოველთვის? უფრო მეტად. რა თქმა უნდა, მამას იმედი მქონდა. არა, რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს, ეს ფასიანი ქაღალდები უფრო მეტად მეტწილად ლაპარაკია შრომის წინაზე, რა ქვია, შემსავარო წიგნაკებზე. და სპორტ ლოტოზე რა სიტყვით? სპორტ ლოტოზეც, რა თქმა უნდა. მანქანები მოიგეთ და ქალებს აჩუქეთ? იყო ესეც. მოდით პირდაპირ მეოთხე კითხვაზე გადავიდეთ, რამდენად ხშირი იყო ეს ყველაფერი, ამასაც ვნახავ. აი გენეს. სათავა. პროფესიონალი თაღლითი ხართ? კი. დიახ. ეს პასუხი არის
სიმართლე. ორი კითხვაც და გავხდებით 400 ლარის მფლობელი. მოდით ვკითხოთ თქვენს მეგობარ ადვოკატს. თქვენი ძახთ რომ თქვენი პირადი ადვოკატია. დაცვა ხომ არ დასჭიროებია ქალბატონ ლელას, თუნდაც თაღლითობის მოხდით. ამ ეტაპზე არა. ჯერ არ დაუჭერი ხართ და იმედი არც დაგიჭერენ და იმედი ამას აღარც აკეთებთ. რა თქმა უნდა. და ესეთი ტიპის აი კლიენტი ვთქვათ ასე ყოლია. როგორ არა? უბრალოდ. ადვილი დასაცავია. თუნდაც აი ესეთი ისტორიით რომ ყოფილიყო. ჩემთვის როგორც პროფესიონალისტვის ადვილია და ეხლა თავისთვის ალბათ პიროვნებებისთვის ძნელია. თუმცა ბოლომდე გახსნილები არასოდეს არ ყოფილა. როგორ ახერხებდით გაყალბებას სპორტ ლოტოს? რას უკეთებდით იმ ბილეთს? სპორტ ლოტოში ჩემო ნამკა ორჯერ ნამდვილად მოვიგე. ორჯერ ნამდვილად მოიგე. ორჯერ ნამდვილად მოვიგე. მაშინაც იყო 6.59 და იყო 5.36, მაგრამ მე ვთამაშობდი 5.36, იმიტომ რომ ადვილი იყო უფრო და 100 ვარიანტი მქონდა და ამას ვარიანტს ყოველ პარასკევს ვთამაშობდი. ერთი და იგივე 100 ვარიანტს. და 90 წელს მოვიგე და 91 წელს მოვიგე. მაშინ ვაზი იყო ესეთი, გასცემდნენ მოგებულ მანქანასაც და გაძლევდნენ $9,100. მაგრამ მესამე მანქანის მოგება მოხდა ისე რომ როცა გათამაშდა, კვირას იყო ხოლმე გათამაშება. გათამაშების შემდეგ მივედი, ელიავაზე იყო მაშინ იქ სამართველო და იქ სპორტ ლოტოს ხუთში ჩავაგდე. გესმით და როცა წარვადგინე რომ მოვიგე, მითხრეს რომ არა, ეს მოგებული არ არისო. როგორ არა, მეოთხარი. მე ჩავაგდე პარასკევს. რას ლაპარაკობთო? კი ბატონო, მაშინ დაინიშნოს ექსპერტი. და დაინიშნა ექსპერტი. ექსპერტმა ზუსტად დაადგინა ის, რომ რა ქიმიური საშუალებებითაც იყო ის გათამაშების 22 გათამაშება იყო 23, აი იმ გათამაშების იქ ამოვლებული ქიმიური ყველა შენაერთი ემთხოვდა ჩემს მიერ ჩაგდებულ და უბრალოდ 5-დან ვერ ამოაგდეს და მიეწება იმ ხუთს. აჰა. პროფესიონალი თაღლითი რას ნიშნავს? თქვენი გაგებით. რას თაღლითო? პროფესიონალური თაღლითობა. ჩემო ნანკა ის წარსულს ჩავაბარეთ ეს თაღლითობა. შემსალაროს წიგნაკში როცა მშობელმა იცის რომ თანხა უდევ 10,000 და გამოიტან შენ 9,000 დატოვებ 1,000 მიუწერ 0-ს იგივე ხელმოწერას გააკეთებ რაც შემსალაროს წარმომადგენელი და როცა მშობელს მიაქვს წიგნაკი და თანხა უნდა გამოიტანოს ეს შემსალაროს წარმომადგენელი უყურებს წიგნაკს ხელმოწერა თავისია მიდი შემდეგ კარტოტეკა გააიღ იმ კარტოტეკაში არის 9,000 გატანილი 1,000 დარჩენილი და ეს უკვე შოქშია რომ გატანილია მაგრამ ხელმოწერა შემსალაროს წიგნაკზე ისევ 10,000-ია ხო თავისი ხელმოწერით და მე შეგიძლიათ და დამთავრდით აგიხსნით ძალიან საინტერესოა, მაგრამ შორს წაგვიყვანს ეს ყველაფერი და შეიძლება არასწორად გაგვიგონ ვიღაცებმა. მოდით ამ თემას დავხურავ, მაგრამ უბრალოდ ვიკითხავ, მამამ თუ იცოდა ამის შესახებ რამე? მამამ ყველაფერი იცოდაო იძახით? მამამ როცა ეს გავაკეთე არ იცოდა. საერთოდ ხშირად გსჯიდათ? ხშირად მსჯიდა, მაგრამ ბევრ რამეს მგონია რომ აკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცა თქვენ გინდოდათ პირიქით იქით დაგესად. კი, მისი დასჯა ჩემი ყოველთვის იყო სრულიად საიდუმლოდ. ამას გარეთ საზოგადოების წინ რაც არ უნდა გამეკეთებინა, მათ თვალწინ არ დამსჯიდა. დახურულ კარს მიღმა. დახურულ კარს მიღმა მსჯიდა. სადაც ყავს არ ტოვებდა. ძალიან უყვარდი. ძალიან უყვარდით, მაგრამ სასტიკად გექცეოდათ. სასტიკად მეკცეოდა. მაგრამ ამათაც მის ქმედებებს. მე მამა მიყვარდა. ადრეც მიყვარდა და დღესაც მიყვარს. ნახუთო კითხვის დროც მოვიდა. დიახ. მამა თქვენის რომელიმე საყვარელი. თქვენი საყვარელი ყოფილა.
ცნობილი პარტიული ფუნქციონერის ერთადერთი ლესბოსელი ქალიშვილი მზად არის დაუფარავად დაასახელოს საყვარლების ვინაობა. თქვენს ახლო ნათესავ ქალთან გქონიათ ინტიმური ურთიერთობა? რა გახდა კაცებისადმი პათოლოგიური სიძულვილის ნამდვილი მიზეზი? დაიდო თუ არა სინამდვილეში ფარული გარიგება ქალიშვილსა და მამის გამტაცებლებს შორის? საკუთარი სახლი გაგიძარცვა? კალათში ნაპოვნი ბავშვის დრამატული ცხოვრების შოკის მომგვრელი სინამდვილე. ნახეთ, ლელა იაშვილის სიმართლის დრო. მამა თქვენის რომელიმე საყვარელი. თქვენი საყვარელი ყოფილა? არა. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. გემოვნება არ ემთხოვდა. თუ უბრალოდ ცადეთ და არც მიფიქრია. არც გიფიქრეთ. თქვენ იმდენი მეთოდი მოცადეთ, რომ მამა თქვენი დაგესაჯოთ. ამ მხრივ არ გიფიქრიათ. თავის დასერვას არ ჯობდა ერთ-ერთი საყვარელი წაგერთვით. თავს არ აპატიებ და დამიჯერეთ. არც მიფიქრია რა. არც. წამერთმინა მამას. ამ მხრივ დასჯა არ გვიცდია მამის ესე იგი. არა. თქვენ საკმაოდ თამამი ადამიანი ხართ, ისეთ რაღაცებს ყვებით. გათხოვილ ქალებთან ურთიერთობაც გქონიათ დღეს თუ ყავთ ვინმე ვერძე? არა. დღეს მარტო ხარ. დღეს მხოლოდ მეგობრების წრით შემოვიფარგლებთ. მეგობრების წრით შემოვიფარგლებთ, არ მყავს. მარტო ხო არ გზავთ თავს? როდის იყო თქვენი ბოლო, აი ვთქვათ, ბოლო ურთიერთობა როდის გქონდათ? აი ეს ხანგრძლივი რომანი დავარქვათ, დავარქვე. ზოგადად ჩემი პირადია. ანუ არ ვისაუბრეთ ამაზე. რა თქმა უნდა. ნათია, შენ თუ ვიცი ქალბატონი ლელას შესახებ, ისი რომანების შესახებ, თუ გიყვება ხოლმე? თავის პირადს აქ არ ყვება. თავისი პირადი მან ჩემზე კარგად იცის და არც არასდროს არ დამინტერესებია მისი ცხოვრება, რომ დეტალებში გამეგო. ის რაც ვიცი, იგიც კმაყოფილება. ანუ ზედმეტ კითხვებს არ სვავდა რა? არა. მე არ უსვამ არასდროს ზედმეტ კითხვებს. იცი რამე საინტერესო, კიდე რამე? არა. როგორი ჩაკეტილი სივრცეა ეს პირადი ცხოვრება და ბატონად არა, ნამდვილად არ ვიცი არაფერი. მასზე მეტი მე რა უნდა ვიცოდე, მან უკეთესად იცის. თქვენ დაარიგეთ რომ არავინ არაფერი არ თქვა? არა, არავის არ დაურიგე. არა, ნამდვილად არ დამირიგე. უბრალოდ ქალბატონი ლელას პირადი ემოციები დახურული თემა. სადაც ამდენი მოყევით, ამაზე საუბარი გიჭირთ ალბათ, ხო? თუ უბრალოდ სურვილი არ გაქვთ. არა მოკა. კარგით, მაშინ მე კიდევ ერთ-ერთი რომანის შესახებ დაგელაპარაკებით, უბრალოდ ჯერ გადავამოწმებ და მე კითხვებსაც დაგისვამთ. კარგით. პირველი ეტაპის ბოლო კითხვა. თქვენს ახლო ნათესავ ქალთან გქონიათ ინტიმური ურთიერთობა? დიახ. საინტერესო. ეს პასუხი არის სიმართლე. ხალხი მარია, თქვენ იცოდეთ ამის შესახებ? თორსაც ფარული ინფორმაცია, რაღაც რომელიც გადავამოწმეთ.
იცით რა, მე ჩემ თავს არ ვაძლევ პირად ურთიერთობებში ჩარევის უფლებას, არასოდეს. როგორც ოჯახი და როგორც მეგობარი, ლელა არის მწკინვარი. მე ხო არ ვიძახი არაფერს ცუდს, მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენ ეს ყველაფერი ანუ იცი? თუ არ იცი? მე რა თქმა უნდა. ის რაც მისი სურვილი იყო რომ ცოდნო და ვიცოდი. სხვა დანარჩენი ეს კონკრეტული შემთხვევა? კონკრეტული შემთხვევა სრულიად შემთხვევით დღეს ოჯახში გავიგე. ოჯახში. თქვა ვინ იყო ეს ქალბატონი? თუ არ არის ასე? არ თქვა. რაც არ გვინდა მე იმას არ ვიძახი. ყველაზე მეტად ბორგავს ადვოკატი. რა ხდება? რამე ხო არ დავარღვიე? არა. ადამიანის უფლებებს ხარ ვარ. ძალიან კარგი, თქვენ გახდით 400 ლარის მფლობელი. ეს არის გარანტირებული თანხა და რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ეს თანხა თქვენია. რა გავაკეთოთ? ვაგრძელებთ თუ გჩერდებით? თუ მეგობრებს ვკითხოთ, გააგრძელოთ თუ არა თამაში? გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ. აუცილებლად. აუცილებლად ისე იგი. სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გასაგები არ ვასახელებთ თუ ვინ არის ეს ქალბატონი. მაგრამ მე მაინტერესებს, ეს იყო უბრალოდ ინტიმური ურთიერთობა თუ რომანი, რახან არ ყვებით ალბათ ეს რაღაც სერიოზულ გზნობასთან იყო დაკავშირებული. უბრალოდ ისტორია ხომ არ შეგიძლიათ მოყვეთ? ნუ დავაკონკრეტებთ, ვინ იყო და კონკრეტულად რას? რა მოყვა? სახელებს ნუ დავაკონკრეტებთ. რა თქმა უნდა, უბრალოდ ისტორიად რომ მოგვიყვეთ, აი როგორ განვითარდა, როგორ დაიწყო საერთოდ ეს ყველაფერი. დღეს რა ხდება? მე ვიცი რომ ლექსებს გიწერდათ, დღესაც გიწერთ. სირცხვილის გზნობა, რაღაცა თქვა, სინანული ხომ არ გაქვთ? ლექსებს დღესაც მიწერენ, მიუხედავად იმისა, არ მაქვს ქალებთან ურთიერთობა. ამ კონკრეტულ მანდილოსანთან არ რა თქმა უნდა, არ მაქვს. ლექსებს მიწერენ. ერთი თვის წინაც მოგიძღვნათ მან. მომიძღვნა. ხომ არ გახსოვთ რამე ლექსი, ხომ არ გინდათ რამე გვითხრათ? გაზაფხულდა და აყვავდა ნუში. ჩემი თვალები ისევ გელიან. ჩემს გულში ისევ ზამთრის სუსხია და უშენობა მართლაც ძნელია. გელოდები და ვიცი რომ მოხვალ. მე უშენობით თითქოს მოუბერდი. ყოველთვის ვდგევარ შენთან მორჩილად. როგორც მხატვრის წინ უთხრი მოუბერდი. აქ სერიოზულ რომანს ქონია ადგილი. თქვენ თუ გიყვარდათ იმას რომ ყვარები ხართ ფაქტია. თქვენ თუ გქონდათ ძლიერი გრძნობა მის მიმართ? მიყვარდა. რამდენი ხანი გაგრძელდა ეს ურთიერთობა? წელი არ მახსოვს, მაგრამ არა, თარიღს არ გეკითხებთ, აი რამდენი ხანი გრძელდებოდა თქვენი რომანი, თქვათ? თვე, 2 წელი? არა. წლები. წლები. სინანულით ამბობ, დღესაც გიყვართ? ხალი რომელიც ჩემგან ითხოვდა სიყვარულს და სხვა მეც არაფერს და განსხვავდებოდა სხვა ქალებისგან. აი ეს ის კი ითხოვდა, მაგრამ თქვენ თუ გასცემდით, აძლევდით ამ სიყვარულს. კი ბატონო. გადავედით მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპი შედგება სულ 5 კითხვისგან და გახდებით 4000 ლარის მფლობელი, თუ რა თქმა უნდა წარმატებით ამ ეტაპში ჩავიდეთ. მოდით თქვენ საქმიანობას დაუბრუნდეთ. თქვენ პედაგოგი იყავით, ხო? რამდენადაც მე ვიცი, ინგლისურს ასწავლეთ სკოლაში, მე დირექტორის მოადგილეც იყავით. სკოლაში როგორ უყურებდნენ თქვენს, თქვა და ასე, არაორდინალურობას? ეს არ ჩანდა გარეგნულად. იმიტომ რომ მე 15 წელი ვიყავი ვაჟონის საშუალო სკოლაში, დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, ფსიქოლოგი, ინგლისური ენის მასწავლებელი. ძალიან მკაცრი, მაგრამ ამავე დროს ძალიან თანამდგომი ბავშვების მიმართ, ძალიან თბილი და ძალიან დიდ პატივისცემას ვიმსახურებდი ბავშვებისგან. მშობლებისგან როგორი დამოკიდებულება? მშობლებთანაც ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა. მშობელთა კომიტეტთან ერთად მივდიოდი ექსკურსიაზე. მოკლედ. ყველაფერი კარგად იყო და მოდით დაგისვავთ მე-7 კითხვას. ეს არის არ მიგძნია მე. რაიმე, ზეთი რაც ჩემთვის გულისატკენი იქნებოდა. ძალიან კარგი. მე-7 კითხვა მეორე ეტაპის პირველი კითხვის დროც მოვიდა. სკოლაში მუშაობისას ბავშვისთვის ნიშანი დაგიწერეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დედა მოგწონდათ.
დიახ. ეს პასუხი არის სიმართლე. საინტერესოა. მოდით ისე მამა თქვენს დაუბრუნოთ, იმიტომ რომ მამა თქვენი ალბათ ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა თქვენს ცხოვრებაში, რომ მამაც თქვენს თუნდაც მხედველობაზე იმოქმედა, თქვენს ფსიქოლოგიაზე და ამ თემას გინდა არ გინდა ვერ გავექცევით. მამა თქვენზე ერთ-ერთ წიგნში თითქმის მთელი თავი მიუძღვნა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ხო? საკითხული გაქვთ ეს წიგნი? გიორგი სანადირაძის აკრძალული თამაშები. წაიკითხეთ. დიახ. სიმართლე ეწერა იქ, რაც იმ თავში ხდებოდა და რომელ ეპიზოდს ეხება მამა თქვენის უკაცრავად ცხოვრებიდან. კახეთის ერთ-ერთ კუთხეში, ერთ-ერთ სოფელში მოხდა ყაჩაღობა. გავლენიან პიროვნებას დაეცნენ თავს საშიშ დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებმაც სასტიკად აწამეს ოჯახის უფროსი და მისი მეუღლე. ამ დროს არ იმყოფებოდა ოჯახში მათი ერთადერთი ქალიშვილი. გავაგრძელოთ. მე კიდევ ერთი ისტორია ვიცი, მამა თქვენის სისასტიკეს რაც შეეხება. მე მოდით კითხვას დაგისვათ და მე განვავრცოთ ეს თემა. მერე შეკითხვა. მამა თქვენს ადამიანი სადისტურად უწამებია? დიახ. ეს პასუხი არის სიმართლე. გამიზეზით ხდებოდა ეს თუ მოხდა? მოდით აი პირდაპირ გეტყვით ერთ ეპიზოდს და იმის შესახებ მომიყევით, რამდენად მართალია ეს მაინტერესებს. სოფელში ბრალი დაასდეს ერთ-ერთ ადამიანს, რომ მან გააუპატიურა გოგონა. შემდეგ? ეს იყო 60-იან წლებში, როცა მამა იყო ვაზისუბნის კომუნობის თავმჯდომარე და ეს იყო საქართველოში პირველი შემთხვევა, როცა ორი ახალგაზრდა გასამართდა ლინჩის წესით. ლინჩის წესით სოფელმა გამოუტანა განაჩენი ლინჩის წესით და ამ პერიოდში მამა იყო ერთ-ერთი წყავს აძრობდა ადამიანს თავარი მოქმედი პიროვნება, რომ გამოეყვანა ისინი ციხედან და ჩამოეკიდნა სალი ფეხით და ცოცხლად ეჭრათ ხორცი და ამ ტკივილიან ჭრილობაზე ეყარნათ მარილი. ესენი იმსახურებდნენ, დღესაც არის 2 ხე. დედაშვილი ახალგაზრდა, 2 ახალგაზრდამ, რომლებიც გამოვიდნენ ციხიდან, შემთხვევით ნახეს მაყვალზე მინადენი დედაშვილი. ეს გოგონა არ იყო ჯერ 17 წლის და დახოცეს და შემდეგ მკვდარი
ადამიანები გააუპატიურეს. აჰა. აი ზუსტად კითხვა რაც დამისვით. მე მივიჩნიე რომ მეთქვა რომ მამამ სადისტურად აწამა ადამიანები რომლებიც ამას ემსახურებდნენ და მის გვერდით დადგა მთელი სოფელი. გიცოდით ამ შემთხვევის შესახებ? აი ეს დეტალებში. ბოლოს ხომ არ ვერ გვეტყვი, როდის იყო აი თქვა ლინჩის წესით, როდის დასაჯეს საქართველოში. ნამდვილად არ ვიცი. უახლოეს წარსულში არ ყოფილა ეს. თუმცა ეხლა არ იყო, მაგრამ ეხლა მაგ დეტალზე ვერ მოყვები. აჭარაში მოხდა ერთი ფაქტი დაახლოებით 10 თუ 12 წლის უკან ზუსტად. მაგრამ რა ფაქტი იყო? ეს კვლელობას ეხებოდა. აი ესეთივე სადისტური მეთოდით და რაღაც კვლელობას ეხებოდა და იქ პოლიცია სანამ მივიდოდა, კვლელი ადამიანებმა ჩაქოლეს და მოკლეს. გასაგებია. კარგით, კიდევ ერთ საინტერესო ეპიზოდზე ვისაუბროთ. აღარ მოდი ჯერ ისევ კითხვას დაგისვავთ და მე ისევ რაღაც ისტორიები მოვყვეთ. მეცხრე შეკითხვა. საკუთარი სახლი გაგიძარცვა? მის გამო ცოლები ქმრებს ტოვებდნენ. მისი შიშით მამაკაცები შეყვარებულებს მალავდნენ. მას ადვილად შეუძლია დათმოს მთელი ქონება ერთი კოცნისთვის. ის კარგავს ყოველგვარ კონტროლს, როდესაც ლამაზ მანდილოს ასხედავს. მანებთ ქალებში გაფლანგული ქონების შედეგად სახლის სახურავზე რომ აღმოჩნდი. კალათში ნაპოვნი ბავშვის დრამატული ცხოვრების შოკის მომგვრელი სინამდვილე. ნახეთ, ლელა იაშვილის სიმართლის დრო. საკუთარი სახლი გაგიძარცვა? დიახ. ეს პასუხი არის სიმართლე. ნანო, სამსახურზე. სინანული გწნობაა. კი. ეს იმ ეპიზოდს ეხება, რომ ალბათ რომელზეც მე მინდოდა საუბარი, ან შეიძლება სხვას. გავიდა წლები და ამ წლების გადმოსახედიდან აუცილებლად ნანო მამას. საერთოდ ბევრი ამას ნანობთ. ძალიან ბევრი ამას ნანო. ბევრი ამას ნანობთ. მე აი ამ ეპიზოდზე რატომ გავაჩერე ახლა და რატომ დავსვი პირდაპირ კითხვა. თქვენს მშობლებს შეუვარდნენ ყაჩაღები, ფორმებით ასე ვთქვათ და სასტიკად აწამეს უნდათ თანხის წარება. სასამართლოზე მამა თქვენი აი ამ ყაჩაღობაში ან ორგანიზატორად დაგასახელოთ თქვენი, ხო? რას ხდებდათ? ეს რამდენად სიმართლეს შეესაბამება? ეს იმ ფაქტს ეხება? გაძარცვა, ანუ თქვენი იყავით ამაში? არა, ამაში მე არ ვიყავი. არა. დაემთხვა ერთმანეთს. ჩემი მამასთან უთანხმოება და სახლისგან წასვლა დაემთხვა მათ დაყაჩაღებას. საახლობლომ გამოიტანა დასკვნა და უთხრეს, რომ ამის ინიციატორი ვიქნებოდი მე. და მან დაიჯერა. რაც ხო, დაახლო შინაგანი იმ ყველაფრისგან, რასაც მე ვაკეთებდი წლების მანძილზე, რაღაც გულში შინაგანად მაინც გაჰკრა ამ ტკივილმა, მაგრამ გარეგნულად ეს არ გამოამჟღავნა და როცა ამ ყაჩაღებთან მოხდა გარიგება, რომ ის მას ფული უნდა მიეტანა 3 დღეში ცხეთაში სალობიოში, სალობიე იყო. იქ აი მან წაიღო ერთ-ერთმა ყაჩაღმა ჩემი სურათი, რომ თუ არ მიიტანდა მის შვილს მოკლავდა. აქედან გამომდინარე, მამამ 3 დღის განმავლობაში შექმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელიც იმყოფებოდა ცხეთის სალობიეში.
ამან მიიტანა იქ ფული, მაგრამ ეს ფული არ იყო ნაღდი ფული. და როცა ბრუნდებოდა უკან, ერთ-ერთმა ყაჩაღმა გააჩერა, რომ სად მიდიხარო და ანუ პასუხა მე შევასრულე ის რაც დაგპირდი და წამოვიდა. მაგრამ როცა წამოვიდა, იქ უკვე აირია ყველაფერი, მან ნახა რომ ეს ფული, ნამდვილი ფული არ იყო და იქ ატყდა სროლა. ამ სროლაში ოპერატიული ჯგუფი, რომელიც ემზადებოდა, დაიბნა და გამოექცათ ეს ყაჩაღი. და რომ გამოექცათ, გზაზე დაეწია მამას ეს მანქანა. მან აიყვანა გზად მენადენი ტაქსი, ჩაამტრია უკანა მინა და ამ მანქანას რო გაუსწრო, ამ მანქანას ნოსემით იყო მამა, ჩემი მანქანით, მაშინ მე მანქანა მყავდა, მამამ მიყიდა. თქვენი მანქანით? ჩემი მანქანა და როცა წამოვედი მანქანა აღარ მომცა, რომ წამოვსულიყავი ქალაქში და ამატოვებინა და აი ამ უკვე დაინახა მამამ, რომ აქ ცუდად იყო საქმე. და თავის გადარჩენას აღარ ფიქრობდა. მამა ფიქრობდა, რომ რამენაირად ჩემთვის შეენარჩუნებინა სიცოცხლე, გესმით? და პირდაპირ მივიდა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ბატონი გივი კვანტალიანი და ეს ყველაფერი ისეთი წამებში ხდებოდა, რომ მან უთხრა, რომ ჩაიშალა ოპერაცია და ის მე შვილს მომიკლავს, გესმით? მან გასცა ბრძანება, რომ ვეძიში, ზემოვეძისის დასახლება 12-ში ცხოვრება, პიროვნება, რომელიც მოვა, ქალიშვილი გოგონა, არანაირად არ გაატყობოთ და კითხების გარეშე ჩასვით. და ძალიან ცოტა უხეშად მომექცნე, იმიტომ რომ მე ჩვეულებრივ ავედი, მაშინ მუშაობდი საბურთალოს კომკავშირის რაიკომში ინსტრუქტორად და აი უკვე რომ სახლში მივდიოდი, ხო, სამი მანქანა მოხდა აი ამ დროს მოხდა და ჩამიყვანეს, ამიყვანეს და სანამ მიმიყვანეს მე რუსთაველზე, კლასიკური გიმნაზიის გვერდზე იყო ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სანამ მიმიყვანეს. ვერ მიხვდით რა მოხდა მოკეთ. ყველაფერი იცოდნენ, ჩემი სად დავამთავრე, მე რო სოხუმში დავამთავრე, მე თქვენი ზეთ მამიშვილი ხართ, ყველაფერი იცოდა. აი როგორც შეუხვიეს, იქ დავინახე ჩემი მანქანა. და გამკრა მე ამ ყველაფერმა და მანქანის კარები დავინახე რაღაცას და მე უკვე ვიფიქრე რომ მამამ მიმიყვანა იქ რომ უნდა ჩამაბაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მოკლედ მამაშვილი ერთმანეთს მაინც არენდობოდით. გიყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ დიდად არენდობოდით. თქვენ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან რომ იყავით ეს ყველა მიცის, არაერთი სახლი გქონდათ, მანქანა გყავდათ, მოკლედ ფული იყო. საბჭოთა კავშირის დაანგრევის შემდეგაც ეს ფული იყო ოჯახში და რაღაც ბიზნესი ჰქონდა მამას. მაგრამ მამა არასოდეს არ მანებიურებდა და არც არასოდეს არ მაგიოდა თამაგიო და ამ თანხას იცით ამედებს ქალებს როგორ მოდით სლენგით და ჟარგონულად ვიკითხავთ როგორ აბავთ თანხა ამისთვის საჭირო მანქანის ჩუქება თქვენ საკმაოდ გულღია იყავით და საკმაოდ ხელგაშლილი ქალების მიმართ ხო მანქანებზე ჩუქნიდით დაგყავდათ წინ და უკან ანუ ეს თანხით ხდებოდა ძირითადად თუ რაღაც საიდუმლო არსებობს თავარი მაინც თანხა იყო. თავარი მაინც თანხა იყო. დღეს დღეობით თქვენ ცხოვრობთ აი ესეთი ფუფუნებიდან აბსოლუტ განსხვავებულ გარემოში. სად ცხოვრობთ დღეს? ცხოვრობ და რა საქმიანობთ საერთოდ? მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია. პრეზიდენტი ხართ ხო რამდენიც მე ვიცი? პრეზიდენტი ვარ. ეს გამომყვა საფარ ბავშვთა სახლიდან შინაგანი ყევილი გამომყვა, დახმარება გაჭირვებულების მიმართ და ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტი გახლავართ და შესაძლებლობის ფარგლებში ვეხმარები ძირითადად კახეთს. და სად ცხოვრობ? ცხოვრობ, ცოტა მტკივნეულია ჩემთვის. თქვენ იმდენი გაქვთ გადატანილი რომ ამაზე ლაპარაკი არ გაგიჭირდებათ. რომ ცხოვრობდე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავზე. დიდი ხანია ეს პირობებში ხართ? რამდენიმე თვე. რატომ მოხვდით ამ სახურავზე? ხომ არ მოგუყვებოდით ამის შესახებაც? უანგაროდ გავეცი ღმერთისგან ბოძებული სიკეთე და ის რაც მშობლებმა დამიტოვეს. გაეცით ეს ქალის გამო მოხდა ისევ და ისევ მე რამდენად თავარი ციხიდან კიდევაც დაგეხსნათ ერთ-ერთი ქალი. ესეც რომანი იყო თუ მეგობარი? ჩემ მეგობარ ქალს მართლა ვეხმარებოდი
1 წლის მანძილზე და რაც შემეძლო, იმაზე მეც უკეთებდი, მაგრამ როგორც ასეთი რომ მე სახლი გამეყიდა მისი გულისთვის, ეს არ ყოფილა. გამოვიდა ის ქალი და მიგატოვათ. ფაქტი ძალიან უსამართლოდ მოგექცათ მე როგორც ვიცი. წავიდა საზღვარგარეთ. ეს პიროვნება არ არის ახლა თბილისში ის პიროვნება. წავიდა საზღვარგარეთ. მოდით წავიდეთ ახლა პირდაპირ მე-10 კითხვის. წაგისვათ მე-10 შეკითხვას. ნანობთ ქალებში გაფლანგული ქონების შედეგად სახლის სახურავზე რომ აღმოჩნდით. დიახ. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. ერთადერთი კითხვა გაშორებთ 4000 ლარს. მოდით მამაზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. მოდით მოგიყავით, როგორი ადამიანი იყო დედაჩემი? იცით როგორ არის? დედას უყვარდი, მამასაც ძალიან უყვარდი, მაგრამ თული კითხვა დამისვით. მაგრამ უფრო მეტად მამასთან მიხდებოდა ყოფნა. დედა უფრო სახლში იყო, ოჯახის დიასახლისი, უფრო ლოიალური ადამიანი იყო. სულ იცით როგორ იყო? სულ დაძაბული იყო. სულ ნერვიულობდა და შიშის ქვეშ. ნერვიულობდა, სულ შიშის ქვეშ იყო. რაღაც ზედმეტი არ ეთქვა, იმიტომ რომ ყველა სტუმარი, ვინც ჩვენთან მოდიოდა და შეიძლება ზოგჯერ მამა მას არ ელაპარაკებოდა და უმძრახი იყო, მას უფლება არ ჰქონდა, რომ მისთვის შუბლი არ გაეხსნა, არ გაეცინა, არ მიეღო და არ დახვედროდა, როგორც მასპინძელი. თქვენც ალბათ ანალოგიურ ვითარებაში ეს ყველაფერი, იცით, ჩემი ბავშვობის ძალიან მათ ყვება ჩემს ბავშვობას, ძალიან კივნეული ლეიტმოტივია. კივნეულად ყვება და აქედან გამომდინარე ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ქალისთვის მეცა პატივი. და ძალიან ბევრჯერ აღმოჩნდა ჩემს გარშემო მყოფი მეგობრებიდან ადამიანები, რომლის თვალებში ვხედავდი სევდას, რაღაც თანადგომას, თანაგრძნობას და მე ეს უნდა გამეკეთებინა, შინაგანი ინტუიცია კარნახობდა. თქვენ მას იკეთებთ პრინციპში სახურავამდე კი მიგიყვანათ. მე ისინი აი ამ ჩიხიდან რაც აწუხებდათ გამომეყვანა და დამენახებინა, რომ ცხოვრება მშვენიერია და გრძელდება სიცოცხლე, რომელიც თქვენ ოპტიმისტი ხართ მაინც, ხო? შინაგანი. და რაც თქვენ დამესვით, კითხვა, რომ დედის მიმართ მომეყოლა. დედაც მიყვარდა, მაგრამ უფრო მეტად მამა მიყვარდა, იმიტომ რომ მამასთან ვატარებდი მთელ ბავშვობას და სადღაც მთელ დიდ დროს ვატარებდი, იმიტომ რომ მაშინ სოფელს ჰქონდა საკუთარი აეროდრომი და მამა თვითმფრინავითაც კი დამატარებდა მე. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და მე ახლა დაგისვავთ მე-11 კითხვას. ნანობთ, რომ იაშვილების ოჯახში მოხვდით? არა. ეს პასუხი არის
სამწუხაროდ მე ძალიან გულშემატკივრობდით და დარწმუნებული ვიყავი რომ წინ და წინ წავიდოდით, მაგრამ თქვენს ქვეცნობიერს ვერსად გავექცე. ნანობთ რომ იაშვილების ოჯახში ოხდით, როდესაც თქვენ კალათით მიგიტანის. არასოდეს არ მინანია, მაგრამ მაინც ესე დამთავრდა. მართლა არ მინანია, მე პირიქით მიამაყებოდა რომ მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მიუხედავად ამდენი ტკივილისა, რომ მე მაინც მიამაყებოდა რომ იაშვილების ოჯახში გავიზარდე და ვიყავი საქართველოს ცნობილი პიროვნების მიხეილ იაშვილის ქალიშვილი. ძალიან კარგი, მაგრამ ქვეცნობიერს მე ვერ გავაკონტროლებ, სამწუხაროდ სიამოვნებით გაგიკონტროლებდით და წინ და წინ წაგიყვანდით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოსვლისთვის. ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, გაიცნო თქვენი პიროვნება. ძალიან საინტერესო ცხოვრება ქონათ მართალია რთული, მაგრამ საინტერესო. იმედია ყველაფერი კარგად გექნებათ. თქვენ ოპტიმისტი ბრძანდებით და გარწმუნებული ვარ ჯერ ერთხელ ყველაფერი კარგად გექნება. დიდი მადლობა. პირიქით დიდი მადლობა თქვენ რომ მოხდით ეს საინტერესო თამაში შედგა. მადლობა თქვენ გადაგღებთ გულს. პირიქით დიდი მადლობა თქვენ აპლოდისმენტებით გავაცნობთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი. ხალხი